საქართველოს შეარსებული თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლებების მიერ გრძელდება კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის ბოროტების იმპერიასთან. ხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიზან მიმართულად მივიწყება საერთოდ გაქრა როგორც შიდა ისე საერთაშორისო სარბილზე ყველა პლატფორმაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციის საკითხი რეალურად მოღალატეობრივი კოლაბორანტი რენეგანტი ოპოზიცია და თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლება ოცნებისა მზად არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის 2016-2019 წლების ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი მრჩეველი სტივ ბენონის მიერ განცხადებულია, რომ მიზან მიმართულად ხდება სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მივიწყება. ყველა პლატფორმიდან მოხსნილია საერთაშორისო პლატფორმაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციის საკითხი და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დევნილთა უპირობო დაბრუნების საკითხი. ეს კაპიტულანტური პოლიტიკა ედვარდ შევარდნაძის მიერ, რომელმაც მიანიჭა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს სამშვიდობო მანდატი გაერთიანებული ერებისა 2008 წლამდე აგრძელებდა მოღალატეობრივი ნაციონალური მოძრაობა და მისი რეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 17 წლის შემდეგაც დღეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს არ აქვს მინიჭებული სტატუსი საოკუპაციო ჯარებისა. და ეს კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის ბოროტების იმპერიის საზომი რეალურად ნიშნავს საქართველოს უზურპირებული ხელისუფლება მზად არის აღიაროს დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა. რასაც ჩვენ არ დაუშვებთ. ამ